წაიღო. თხილად არიჩქარო. ახლა უნდა კოპტონები შევცვალ და პაცია ოიმე ანკესი დავარდა მაგითი და კი ოიმე მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარაბდის ქვედა ტბაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ დავდგარიყავით აი აქ. მე მიყვარს ეს ადგილი, ლამაზია, ველურია, აქ ტყე არის. აქაც კარგი ხედებია. ახლა რა ხდება, რაშია საქმე. მე ვტესტავ ჯერჯერობით დრო არის ჩვენ. ჩამოვედით 3 საათზე. დღისით ხო და ესე იგი კოპტონი ჩემი სუპერ დასაკვები. ხო, და მამა პაპურის სიმინდი, ფსკერონი. ხო და ვნახოთ აბა რა ფერს იზავს, რაზე აიღებს. და კიდე ახლა იქით ჩააგდებს ჩემი მეგობარი სქელშუბლაზე, ასე წოდებულ ტალსტალობიგზე. მაგრამ მაგას სჭირდება თავისი მონტაჟი, თავისი მთელი ამბები და მე ვერ ვიშოვე, არ მქონდა მაგის დრო და მაინც კობრი ჩემი პრიამოიძ მაკაცია, ამიტომ დღეს შეხვედრა გვაქვს რა, სერიოზული. კიდე რის თქმა მინდოდა, პატარა ქარი არის, ალბათ 3 მეტრა წამში. ღრუბელი და გამოძრა რა ეგეთი ამინდი, როდესაც არც წვიმა, არც ქარი არაფერი ეგეთი არა და წამოვედით. ხო და ვნახოთ, აბა ვნახოთ მეგობრებო, არ გადართოთ. ცოტას დავკვებავ, აი სულ ცოტას აი ამ არეალს და ვნახავ. რა იქნება. არ გადართოთ. მეგობრებო, აი ტივტივაზე. იმიტომ რომ ჯერჯერობით პასიურობს. არ ვიცი, ეს რაღაცა აწვალებს ეგრევე. ნახოთ. ხო და ბიჭებიც იყვნენ ტივტივით პასიურობდა. ნახოთ. ჩვენ მაინც ღამისთევას ვაპირებთ. დასაკვები არის და რა თქმა უნდა არის სიმინდი და ის ტექნოპლანქტონი სქელშუბლაზე. ნახოთ რა ფერს იზავს და ეგეთი ამბავია, ჯერ ათამაშებს აქ, არ ვიცი რა არის. ჭორა წაიღო. მოვალ. აქავარ. ერთად დაჯდა. აქაც და ჩემთანაც. მოდი. თხილად არიჩქარო. Я подведу. Хорошо. Бетиара. ეგარი. ოღონდ კაი კადრი გამოვიდა. მეგობრებო, ეს არის სქელშუბლა. ესე წოდებული პიოსტრი ტალსტალობიკ. და ხედეთ რა ფერნაირია. კაი ზომა არის 1 კილო 2 კილომდე იქნება. ხელა ახლა ჩავაგდე და ჩემ პატარა საზანი იქ სიფთა არის, მაგას არ გაუშვებ ჯერ რა. არ მინდა გაშვება სიფთაზე. წამოვაყარა რა ეგრე ზედიზედ რა და ახლა კოპტონი შევცვალე და ახლა ამონტაჟებსაც ვცვლი. აი ამ ფერნაირია, ნახეთ. აი ესე არის რა და ერთი ნემსყავი აქ, ერთი ნემსყავი აქ. წაიღო. რა არის? ეს კაი ჩანს. რა სჭიდაობს თო? მე იკაიფეთ. არა, ესეც იგივეა, მაგრამ არა, ცოტა დიდია. უფრო დიდია. დაღალეთ ცოტა. დაღალე. ამას ქვია კაიფი.
აი ამ ფერნაერი დაჯდა ისევ. იგივეა რა. კაია მერე. ეგეთი ამბავია ისევ. ხო და მაგაზე დაჯდაო. კარგი ზომის არის რა. მე ეგეთი მონტაჟი არც მაქვს. მინდოდა მეთქი დავითრა, მაგრამ გაიყინა. ახლა მეგობრებო 8 საათი. ის ორი სქელშუბლა დაჯდა თითქმის 40 წუთში, ზედიზედ. ჩემთან ერთი ორი პატარა საზანია, მეტი არაფერი სერიოზული, ეგეთი ჯერჯერობით. ესეთი ამბავია რა. რაღაცა ჩარტყმა იყო. ჩარტყმა როგორი? კარგად გააქანავა. და თევზი დადის ხედავ, მაგრამ რა ვიცი, ჭია არ წამომიღი, ხო ვიციო ჭიაზე კარას შეგაწუხეთ. გააქანავა და всё. მეგობრებო, გიასთან იყო ჩარტყმა კოპტონზე და მოუღუნა კრუჩოკი ახლა ზის და ასწორებს. ერთი ჩარტყმა იყო. ინფერნაერი რო ეგეთი რაღაცა გააკეთა. წარმოგიდგენიათ? ერთი ჩარტყმა. და დააგდო ძუა. ეგეთი ამბავი მოხდა ახლა. დაღამდა. მეგობრებო, კიდე ერთი სქელშუბლა, 1 კილო. 1 კილო, ხო? კილო 200. კილო 200, ხო? ისევ აი ამ უცნაურ მონტაჟზე. მაიტა დავიჭერ არ გაიქცეს. აი ამ ხელა პირი აქვს. ნასოსისავით. მაიტა. გადაჟი. აი ესე მეგობრებო. ჩემთან ჯეში შუმია, რატომღაც ფიქრობს რა ფერ ვქნაო. ეხლა მოვიდე თუ 3 წუთში. ნუ ერთ სიტყვით ამინდის რავი კაია. ჯერ ცოტა წვიმა წამოვიდა, მერე ქარი იყო. ხო და ახლა უნდა კოპტონები შევცვალ და პაცია ოიმე ანკესი დავარდა მაგითი და კი ოიმე მეგობრებო ეგეთი გინახავთ. ერთი კი პატარაა, მაგრამ ერთი მოზდილი საზანი, ნუ ეგაც აი ესე რო დამძალიყო. 1 კოპტონზე 2 თევზი. თან საზანი. მოვიდე? მოვდივარ. 2-ის დასაწყისია და კიდე ერთი სქელშუბლა. აი ამ რაღაცაზე. რაღაცა. ჩემთან კიდე მეგობრებო, მე ხო არავინ არ მიღებს არასდროს. ჩემთან იყო 1-2 საზანი. დიდი არა. კილოზე მეტი ალბათ. მეძინა რა და მივედი ანკესი დავარდნილი აქეთ იქით, რა ვიცი, მთელი ამბები და ესე რა. რო დაღამდა მაშინ დაიწყო აქტიურობა. ესე გამოდის რა. დღის ვაფშე არაფერი არ იყო. ნახო დილითრას იზავს. და ქარი ამოვარდა რა. ქარს არ ველოდებოდით. ეხატა 2 მეტრო წამში. მაგრამ ეტომღაც ცოტა წვიმაც იყო და მერე იყო ქარიც. და ეხლა 4 მეტრო წამში ან 5. მე კოპტონებზე გადავედი 3-ვე ანკეს, იმიტომ რომ სიმინძე საერთოდ არ ეკარებოდა, იმდა საერთოდ არ მოსდევდა მაგაზე. და არ ვიცი რაზე რა არ მოსწონს. ყველანაირი სიმინდი ვცადე, სილიკონის, მერე ის ლიპუჩკა, სუნიანი, მერე ჩვეულებრივი მამაპაპური კონსერვის. ნუ ერთ სიტყვით. აი ვიძინებ. მეგობრებო უკვე
4.5-ია როგორც ყოველთვის. დავწექი ისევ, ვითომ ჩამეძინა, ავდექი. ესე იგი სამივე ანკეზე იყო თევზი, მაგრამ რა თქმა უნდა ვერც ერთი ვერ ამოვიყვანე. აბურდული ერთი იქ იყო, მეორე აქ. კაროჩი, არ უნდა დაიძინო რა ის სათევზაო სამი ამოდიხარ. მაგრამ არ მოძდევდა რა. როგორც ყოველთვის. გახვალ საჭმელათან, დასაძინებლათან, რაღაც ეგრევე ჩდება ყველგან რა. გიამ კიდე 2 ამოათრია. და всё, დაუმთავრდა ის ტექნოპლანქტონი და ახლა ის ანკესი ამოიღო. აი არ ჩანს რა. არ ჩანს აი და ერთი კოპტონი დარჩა მაგასთან ჩაგდებული. მე კიდე ახლა არ უნდა დავშვენი, შეიძლება ღამე არის მაინც და შეიძლება ამ სერიოზული დაჭდეს. შეიძლება იჭდა კიდევაც, რა ვიცი. так что ესე. არ ვიცი ჩანს კარში თუ არა, მაგრამ ბევრი იყო ეგეთი პატარა ზომის. არ ჩანს. ნუ პატარა ზომის კობრები, სარკისებრივი ისე საზანიც და რა თქმა უნდა ეგეთებს ვუშვებთ. ხო და ახლა სამფერნაერი დაჭდა და მაგას რა თქმა უნდა გავუშვებთ. არ ჩანს რა, თორე დაინახავდით. მეგობრებო, თუ გჭირდებათ ცეცხლის დანთება და ყავის მოდუღება და ამასობაში მოდის პატარა წვიმან, ტალახია რაღაცა, შეგიძლიათ ეგეთი ბლოკი იშოვოთ და გამოიყენოთ ესე. პატარა იმაში ჩააგდეთ, პატარა ტოტებს რაღაც ფოთლებს და იქნება თქვენი ყავა. ეხლა რა ხდება ჩვენთან? დილით ერთი 4-ზე 5:30-ზე დავსვე ერთ საზანი. მერე იყო ჩარტყმები. გიამ უკვე გაპარსა კარგად. აღარ თევზაობს დაუმთავრდა ის და დამჩა ალბათ 3-5 კოპტონი. всё. ეს იყო და ახლა ველოდები აი. დილის კლევს და ჯერ ვიფიქრე მეთქი სიმინძე ვითევზავ, მერე გადავიფიქრე. მეთქი კოპტონი იყოს რა მაინც. მაინც მაგან იმუშაო, დღეს გადამარჩინა რა. თორე სიმინდით შორს ვერ წავიდოდი. ნუ ვაგრძელებ თევზაობას, ეგეთი ამბავია რა. ფოტო. ეგეთი ამბავია ჩემთან მეგობრებო. ეგეთი ძირითადად სარკისებრივი კარპია. მეგობრებო, დილა მშვიდობისა. გავჩერდით, ყავა დავლიეთ, მაგრამ დილისკენ რატომღაც გაჩერდა. ყველაფერი გაჩერდა. პატარა თევზიც გაქრა, მაგრამ ძალიან ლამაზი დილა იყო, ვისიამოვნეთ. ლამაზი კადრებიც გადავიღე. კაი მუსიკა იყო, მთელი ანსამბლი იყო. ბაყაყი, ჩიტუნიები და რა ვიცი, ერთი ის იყო რა. ხო, ახლა რა ხდება? კაი თევზაობა იყო, აი მართლა აქტიური თევზაობა იყო. რაც ყველაზე მაგარია, აი როდესაც არ ემზადები, ისე რა დილით დაგირეკავს მაგაცი წამო რა, წამო. всё. და იმენა ის თევზაობა გამოდის მაგარი. სქელშუბლა არ ჩერდებოდა. ანუ სადღეს რომ მოხვიდე ჩაგდო, ვაფშე შეიძლება არ დაჭდეს, მაგრამ არ ჩერდებოდა. იმენა კაც დაუმთავრდა ეს პლანქტონები, ტექნო. ჩემთან აი ბოლოს დამჩა 2 კოპტონის კუბიკი. всё. ყველაფერი ისა გამოვიყენე რა. და რამდენჯერ თევზი წავიდა, რამდენი ჩარტყმა იყო, დავიჭირე. და რა ვიცი, ძალიან აქტიური თევზაობა იყო, კაი დღე იყო და ძალიან ყოფილები ვართ. და ეგეთი ლამაზი ადგილიც არის. ხო,
რაც იყო ნაგავი მაქსიმალურად ჩავალაგეთ პარკებში, ახლა ეგაც უნდა გავიტანოთ, ჩვენი ნაგავია. და ისე აქ სხვა ჩვენს რომ მოდიხართ, ეცადეთ როგორც ყველგან არ დატოვოთ. ისედაც ყოფნის რა. ერთი სიტყვით, მეგობრებო, ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. ბევრი გასვლა ბუნებაში და გავფრთხილდეთ ჩვენს ლამას ბუნებას, ჩვენს ლამას ქვეყანაში. აბა თქვენც წარმატებებით. ხო, არ დაგავიწყოთ რომ დააჭიოთ ღილაკს ლაიქ. იმიტომ რომ მაგარი ვიდეო იყო.